მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ ბევრი თვის განმავლობაში გვესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან განცხადებები, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართულ ხალხს, ხო? ისინი ამბობენ, რომ ქართულ ხალხს დაეხმარებიან, ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართული ხალხის უფლებები იყოს დაცული, ასევე ისინი საუბრობენ მედია საშუალებებზე, რომლებსაც ძალიან დიდი როლი აქვთ აი ამ დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ზუსტად აი ამის აღმოფხვრას ცდილობენ დღეს ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები, ხო? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა მოგცეთ თანხმობა იმაზე, თუ რა წიგნი გადაითარგმნება, ვის დაეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თუ სხვები, ეს იქნება ბავშვი, ეს იქნება ქალი, ეს იქნება უკანონოდ დაკავებული პირი, ეს იქნება ის ადამიანი, რომელიც მაგალითად არეგისტრირებს მიწის ნაკვეთს, ის ასევე ამბობს, რომ ის მან უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს მედიამ, რა ინფორმაცია გაავრცელოს, რა ტიპის გადაცემები გააკეთოს და ასე შემდეგ. და მათთან თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება რომელიმე ამ ჯგუფმა, რომ რაიმე დახმარება გაუწიოს კონკრეტულ მოქალაქეს და რაიმე აქტივობაში შევიდეს, რომელიც ზუსტადაც ქართული ხალხის ინტერესებს ემსახურება. ეს არის ამ აქტის და ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი, რომ იდევნებოდეს საქართველოს მოქალაქეები, რომ არავინ არ იყოს ადგილზე, ვინც მათ უფლებებს დაიცავს, ვინც მათ დაეხმარებათ და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავდით ასევე, რომ ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას ზუსტად ეს აღიზიანებდა, ხომ? მათ გაითიშა. გესმით ქალბატონო ეკა ჩვენი ხმა? ჩემი ხმა თუ გესმით? ტექნიკური ხარვეზია ჩვენ გადავრეკავთ ქალბატონ ეკასთან და გავაგრძელებთ მასთან რა თქმა უნდა საუბარს. კანონპროექტი ანტიკორუფციული ბიუროს ბარდება, როგორც გითხარით. პირისგან ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, ანუ აკრძალულ გრანტზე. ეკა გიგაური ისევ არის ხაზზე. გესმით ქალბატონო ეკა ჩვენი ხმა? დიახ, გისმენთ. ხო, ანუ იმას ვამბობდი, რომ ფაქტიურად ტოტალური კონტროლის ქვეშ აყენებენ ყველანაირ დახმარებას სხვადასხვა იმ დახმარებას, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფები წევენ საქართველოს მოქალაქეებისადმი და აქ არ არის ლიმიტი, ხო? სფეროების მიხედვით ნებისმიერ სფეროზე ვრცელდება ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანუ წიგნიც კი ვერ გადაითარგმნება იმის გარეშე, რომ ივანიშვილმა ამაზე თანხმობა არ მისცეთ, ხო? ანუ ამაზე არის აქ საუბარი და კიდევ ერთხელ, ანუ ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას აღიზიანებდა ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ და რომლებიც იბრძვიან თავისი უფლებებისთვის, არა მხოლოდ ამ აქციების დროს, არამედ სხვა შემთხვევებშიც, ანუ ამ ადამიანებს არანაირი დახმარება არ ჰქონდეთ და არ ჰქონდეთ არაფრის იმედი აბსოლუტურად და ეს ამ მიზნის მიღწევისკენ მიდიან ისინი ბევრი თვის განმავლობაში და განსაკუთრებით აი ამ საკანონმდებლო ინიციატივით და ზუსტად ამიტომ ვეძახით ჩვენ ამას ქართული ხალხის დევნის აქცი, იმიტომ რომ ზუსტადაც დევნა არის მათი მთავარი მიზანი. რამდენიმე ნაწილად ეხება ეს საზოგადოებასაც, არასამთავრობო სექტორსაც და ჟურნალისტებსაც. აი რა მოხდება, აქ არის სადამსჯელო ნაწილიც არის, ხო? აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი. ანუ ქართული ოცნება აკეთებს რას? რომ ერთის მხრივ აჩუმებს მედიას და არასამთავრობო სექტორს, რომელიც მას ყელში ჰყავს გაჩხერილი როგორც მამხილებელი და მეორეს მხრივ საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი პროტესტის გამოხატვა.
კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ არის მხოლოდ საუბარი რაღაცა ფინანსურ საკითხებზე, ხო? აქ საუბარი არის ნებისმიერ დახმარებაზე, რომელიც აღუთქვა განვითარებულმა დასავლეთმა ქართულ ხალხს. ანუ ამაზე არის საუბარი, ხო? შესაბამისად, თანხმობის გარეშე ქართულმა ოცნებამ პირველ რიგში უნდა მისცეს მათ თანხმობა იმისთვის, რომ კონკრეტული მიმართულებებით დაეხმარონ ქართულ ხალხს. ანუ ამაზეა საუბარი. აქ კიდევ ერთხელ ნებისმიერ სფეროზე არის საუბარი, არის მედიაზე საუბარი, არის გარემო დაცვის საქმიანობაზე საუბარი, არის ბავშვების და ქალების უფლებების დაცვაზე საუბარი და ასე შემდეგ. ხომ და ნებისმიერ სხვა პროექტზე, ხო, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტებზე და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ ქართული ოცნების ხელში იქნება, უნდა განვითარდეს თუ არა კონკრეტული, ესე იგი, სექტორი, ან დაეხმარონ თუ არა კონკრეტულ ბიზნესს, ან დაეხმარონ თუ არა კონკრეტულ გამომცემელს იმისთვის, რომ თარგმნონ მათ კიდევ ერთხელ, ან გამოუშვან, ან დაბეჭდონ რომელიმე წიგნი ან სტატია, ხომ? ყველაფერს ეხება ეს აბსოლუტურად და ეს არის მათ ხელში, ისინი გადაწყვეტენ ქართულ ხალხს რა ტიპის დახმარება ჭირდება და საერთოდ დახმარება ჭირდება თუ არა. ხომ, ანუ ამაზე არის საუბარი და ეს კიდევ ერთხელ, ანუ ეს არ არის რაღაცა, რაც მათ მოიფიქრეს, ასეთი რაღაცა ხდება ბევრ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი და შესაბამისად მათ ეს აიღეს და გადმოიღეს, გადმოთარგმნეს და საქართველოს რეალობაშიც ცდილობენ, რომ დაამკვიდრონ. ქალბატონო, აი ხა ვკითხულობდი, პარალელურად ვუყურებდი შალვა პაპუაშვილის განმარტებას, რომელიც ამბობს, რომ სისტემა იქნება ასეთი, დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა NGO-მა. დონორები ამ ქვეყანაში ძირითადად არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბევრი მიმართულების განვითარებას, მედიასაც მათ შორის და ადამიანებს, რომლებსაც ლუკმაპურის საშუალებლად, მაგალითად, საკუთარი მცირე ბიზნესის თქვენ ახსენეთ, ახლა მცირე ბიზნესის განვითარება სურს. რატომ ჭრის ყველა ძაფს, რომელიც აკავშირებს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფალს დასავლელ დემოკრატიულ პარტნიორ ქვეყნებთან ქართული ოცნება? სპეციალურად, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ თვითონ აკონტროლონ, ტოტალურად აკონტროლონ აბსოლუტურად ყველა ჯგუფი, ყველა ადამიანი, ყველა სფერო და მათი შეხედულების მიხედვით მიიღონ გარკვეული დახმარებები ამ კონკრეტულმა ჯგუფებმა დასავლეთიდან, ხო? ანუ ამაზე არის საუბარი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ დონორმა რომ მიმართოს ევროკავშირმა რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას და თქვას რომ მას უნდა რომ მაგალითად დაეხმაროს TV1-ს იმისთვის რომ TV1-მა ანტიკორუფციული გამოძიებები ჩაატაროს, ხო? ეხლა ხო ფაქტი არის რომ ისინი ამის უფლებას არ მისცემენ, ხო? ან მაგალითად იმ რეგიონში განავითარონ სოფლის მეურნეობა, რომელიც არჩევნების პერიოდში მათ არ აძლევდნენ ხმას, ხო? სადაც მოსახლეობის უმეტესობა მათ არ აძლევდა ხმას, ხო? ანუ ამ ყველაფერს ისინი შეხედავენ, რა თქმა უნდა, და იმის მიხედვით, როგორც მათ აწყობთ, ამის მიხედვით ზუსტად გააკეთებენ. ხო, მათ არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობა, მათ ურჩევნიათ, რომ ხალხს დახმარება დასავლეთმა არ გაუწიოს, მათ ურჩევნიათ, რომ სიღარიბე იყოს, რომ დაუცველი ბავშვები ყავდნენ, დაუცველი ქალები ყავდნენ, დაუცველი ადამიანები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ მათ გადაწყვიტონ რა ბედი ელით ამ ჯგუფებს, ამ ადამიანებს, ეს არის მათი მთავარი მიზანი. ისინი გვაცილებენ ჩვენ ცხადია განვითარებულ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომელთაც ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ხო, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. ისინი იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღო დამოუკიდებლობა, ხო? მაგრამ აი ეს ყველაფერი, ეს განვითარება, ეს ინტეგრაცია განვითარებულ დასავლურ სამყაროში მათ უბრალოდ არ აწყობთ და კიდევ ერთხელ
არ ადარდებთ არც ერთი ადამიანის უფლებები, არ ადარდებთ არც ერთი დაჩაგრული ადამიანი, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებაც არის ჩაგვრაზე დამყარებული, იმაზე რომ ადამიანს შეეშინდება, რომ იქნება მარტო, მას არავინ არ დაეხმარება და ეს სრულად იქნება დამოკიდებული ივანიშვილის და მის რეჟიმზე. ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით, ქალბატონო იკა, რა არის საზოგადოების ხელში არსებული ბერკეტი? სულ ამას ვსვამთ, რომ ჩვენ კი საუბრობთ მუდმივად რეპრესიულ კანონებზე, მის გამოძახილზე, რა იქნება შემდეგ თუ კი ეს დაკანონდება. თუმცა ფაქტია, რომ ეს ოცნება თავისი გზით მაინც მიდის და ამ კანონებს იღებს. ბერკეტი, რომელიც საზოგადოებას, მედიას და სამოქალაქო სექტორს ხელში აქვს იმისთვის, რომ იყოს წინააღმდეგობა გაწეული და ამ წინააღმდეგობას ჰქონდეს შედეგი. ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ უნდა მაინც ვიაქტიუროთ, ჩვენ არ უნდა შეურიგდეთ ამ ყველაფერს. ხომ ახლა ჩვენ რო შევხედოთ, რატომ გააგრძელეს მათ ამ კანონების მიღება, იმიტომ რომ აქამდე რაც იღებდნენ, უბრალოდ ამან არ იმუშავა, ხომ? ხალხი მაინც არ შეეგუა ამ ყველაფერს და მაინც აპროტესტებდა, მაინც მიტინგებზე დადიოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ენახებინა, რომ ისინი ამას არ შეურიგდებიან. ეს არის ერთადერთი ბერკეტი. აქ ახალი არაფერი არ არის, ახალს ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ, ჩვენ უნდა ვიაროთ აქციებზე, ჩვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, ჩვენ უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ამას გავაგრძელებთ და თუ კი ვიქნებით თანმიმდევრულები, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. მთავარი არის, რომ ჩვენ გვახსოვდეს, ვინ არის მეორე მხარეს. იქ არის ივანიშვილი, იქ არის რუსეთი, იქ არის იქ მათ უნდათ, რომ ქვეყანაში იყვნენ დაჩაგრული ადამიანები და მათ უნდათ, რომ ქვეყანა არასდროს არ განვითარდეს, მათ ხელში იყოს ყველაფერი.